ჩემს გულითად სამძიმარს გამოვხატავ ზურა და გია ჯაფარიძეების დედის გარდაცვალების გამო პირველ რიგში უმძიმესი არის მშობლის დაკარგვა და განსაკუთრებით როდესაც ზურა იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში უსამართლოდ იმყოფება და ეს პენიტენციური დაწესებულება და საკანი გახდა უკვე ჩვენი ყოველდღიური ყოფის და სტრესის შემადგენელი ნაწილი. გაგრძელება არის დღეს უკვე გიორგი ბაჩიაშვილის საქმე. მე გავეცანი როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოქვეყნებულ წერილს რამდენიმე წუთის წინ, ასევე უშუალოდ გიორგის მიერ გაცხადებულ მონაყოლს რა მოხდა რეალობაში. ფაქტი არის ერთი. აი რა გინდა ინტერპრეტაციაც არ გააკეთოს ქართული ოცნების წარმომადგენლობამ, რომ ადამიანი იმყოფება დახურულ სისტემაში. დახურულ სისტემაში იმყოფება ადამიანი, რომლის პიროვნება არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ. საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საერთაშორისო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და სხვადასხვა პირების მიმართ. მასზე ნათქვამია და ასევე მის ადვოკატებს გაცხადებული აქვს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ამ შემთხვევაში გაათამაგებული ძალისხმევა უნდა ყოფილიყო გატარებული პენიტენციურ სისტემის შიგნით, რომ ინციდენტების პრევენცია მომხდარიყო. დღეს ვარკვევთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი თურმე იმყოფებოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში საკანში, არა სამარტო, არამედ თანასაკანელებთან ერთად 4 კაციან საკანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირი იყო თურმე მასთან ერთად საკანში და საერთოდ გვაინტერესებს ამ ადამიანის უსაფრთხოება დაცულია სხვადასხვა პერიოდში ვინ იყვნენ მისი თანასაკანელები, ასევე როდესაც საუბარია ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაზე და თვითონ ამბობს თავისივე წერილში, რომ უცხო პირი შევიდა. ეს შესახლება იყო, მსჯავრდებული იყო, როგორც მოგვიანებით გაირკვევა, გავჯერებული ნივთებიც კი არ ქონია იმ უცხო პირს. ანუ აქედან უკვე ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს კონკრეტულად ვინმე შავი სამყაროს წარმომადგენელი შევიდა სპეციალურად პოლიტიკური დაკვეთის აღსასრულებლად გიორგი ბაჩიაშვილთან და მის წერილში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე დღით ადრე დაწესებულების ხელმძღვანელსაც კი ჰყავდა გადაყვანილი. ფაქტი არის ერთი. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიება ახლა აწარმოა თვითონ იუსტიციის სამინისტრომ, არასერიოზულია, იმიტომ რომ იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულება ამ შემთხვევაში თვითონ არიან ეჭვის ქვეშ, ანუ მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ამ შემთხვევაში პროკურატურამ უნდა გაატაროს სწრაფად ღონისძიებები და რა თქმა უნდა დაარქივდეს ვიდეო ჩანაწერები. ეს არის უმთავრესი, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად უწყვეტი კადრები, იქ თუ რაიმე მონტაჟს ექნა სამომავლოდ ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეციალურად ვიდეო ჩანაწერების სისტემიდან გააქრეს რაღაც კონკრეტული ეპიზოდების საქმეში. ჩვენ ახლა წინასწარ არაფრის თქმა ცხადია არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა გატარდეს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამხედრო ღონისძიება, რაც არის საჭირო და უსწრაფესად მოხდეს ამ საქმეზე იმ შედეგების დადება, რაც არის აუცილებელი. მაგრამ საგანგაშო არის ასევე ის ფაქტიც, რომ ყველა ხელისუფლებების დროს, აი მე შემსწრება როგორც ყოფილი მართლმსაჯულების ომბუდსმენი, რაიმე თუ ხდებოდა პოლიტიკური დაკვეთა და ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეზონანსის მხრიდან, ყველაფერი ხდებოდა პარასკევს საღამოს. იმიტომ რომ შაბათს და კვირას პენიტენციურ სისტემაში ვერ შედის ადვოკატი და კომუნიკაცია იკარგება. ამიტომ ყოველთვის აი ქურც რა უნდა და ბნელი ღამეო პარასკევს საღამოს, როდესაც იხურება უკვე დაწესებულება და შემდეგ აქვთ დღეები, შაბათის, კვირის, რომ რაღაც თავის სიბრტყეში დრო გქონდეთ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულებრივი შემთხვევები, ასე ვთქვათ, გააправონ და რაღაც საკანონმდებლო ჩარჩო მოუძებნონ, ყველაფერი ხდება პარასკევს. ანუ პარასკევის საღამო მის ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვა, ან შეზღუდვა, პლუს ამას საკნების ცვლა, დაწესებულების ცვლა, ჩუმად გაყვანა ვივამედის კლინიკაში, კომუნიკაციის არარსებობა, უარის თქმა სახალხო დამცველის მონიტორებზე. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური დაკვეთის მსხვერპლი აც უკვე დახურულ სისტემაში და პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდა გიორგი ბაჩიაშვილი. ახლა მაინც უნდა გააკეთონ ის, რომ ადამიანს ჰქონდეს
გარემო, უსაფრთხოებითი გარემო იმისათვის, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა დაიდოს გამოძიების შედეგები. კი ბატონო, ლანა, აი რა სიტყვით იმ ვერსიაზე, რომელიც რაღაცა იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა საზოგადოებას, რაღაცა ძალიან მსუბუქად თქვეს, რომ თითქოს რაღაცა ბაჩიაშვილს თანამესაკნესთან მოუვიდა თურმე რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება და ორივეს უმკურნალებთო ასეთი იყო, მოკლედ რომ ვუთხრა მაყურებელს. დავიწყებ იქიდან, რომ თანამესაკნესთანაც თუ მოხდა რაიმე შელაპარაკება, ესეც ბრალი არის პენიტენციური დაწესებულების, იმიტომ რომ გიორგი ბაჩიაშვილი დამატებით არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პიროვნება და მის სიცოცხლის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რისკებთან დაკავშირებით ყველა ამ ქვეყანაში არის საქმის კურსში, რომ არის რისკები. ამიტომ თუ თანასაკნელებს ვერ ურჩევს მას პენიტენციური დაწესებულება, ეს არის თვითონ პენიტენციური დაწესებულების შიგნით სისტემაში კრახი. ის რომ ხდება პარასკევს საღამოს, ის რომ შემდეგ შაბათს და კვირას კომუნიკაცია არ არსებობს, ის რომ შემთხვევითი პირი შედის, რომელიც არიციან შესახლებული არის თუ არ არის ოთახში, ანუ საკანში, ამის შემდეგ ხდება პენიტენციური დაწესებულებიდან არა დასაწყისშივე გამოქვეყნება ინფორმაციის, არამედ მას შემდეგ, როდესაც უკვე საზოგადოებისთვის გახდა ამ ფაქტის შესახებ ცნობილი და ყველამ გააკეთა უკვე კომენტარი, ახლა ავრცელებს პენიტენციური დაწესებულება და არ გამიკვირდება, რომ გამოძიების ბოლოს ის თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაესხვა თავს პირიქით ვიღაცას და უფრო მეტი დაზარალებული არის სხვა ადამიანი. ანუ ეს არის პირდაპირ ხა პატარა ბავშვს რომ მოუყვეთ ეს სცენარი, ის ბავშვიც კი მიხვდება რასთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იყო გიორგი ბაჩიაშვილის პენიტენციური დაწესებულების შიგნით დიდი ბოდიში, მაგრამ ვიხმარ ამ ტერმინს მიკაჩავების კიდევ ერთი მცდელობა, რაც ძალიან ძიმედ დასრულდა და ამასვე ადასტურებს ექიმის კომენტარი, რომ მრავლობითი სახის დაზიანებებით შევიდა ის ვივამედის კლინიკაში, ამის გარდა ის იყო თვითონ პენიტენციური დაწესებულების შიგნით სამკურნალო დაწესებულებაში, რომ მას აღენიშნება როგორც სახეზე, ისე სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეს ჭრილობები, დაწყებული იქიდან, რომ სახეზე აქვს ნაკერებიო, ამის გარდა თქვენ რომ ხარზე აქვს ნაკბენი და ეს იყო ძალის დემონსტრირება ალბათ მის მიმართ, რომ ეს ადამიანი რაღაცეებს დათანხმებოდა და აი უახლოეს მომავალში დავაკვირდეთ ჩანაწერები, უწყვეტი კადრები, დაარქივებული მასალა, აუცილებლად უნდა იქნეს გამოქვეყნებული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და უნდა გატარდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა და აქვე იცით რა, აი ეს წერილების გამოქვეყნება პოსტფაქტუმ, ეს არის ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი და ყველა გამოქვეყნებული წერილი კიდევ უფრო მეტად უხდებათ შემდეგ თავის სატკივარი. ახლა არ გავაგრძელებ იმას, რა ქვია, რიჟვაძის საქმეშიც პირველივე წუთებში გავაკეთე შეფასება და ეს წერილი რა ლაფსუსებს შეიცავდა და აი ეს წერილიც, რაც ახლა გამოქვეყნდა, თუ კარგად დააკვირდებიან და წაიკითხავენ თავის გამოქვეყნების დროის მიხედვით და იმ აქცენტების მიხედვით, რაც შიგნით კეთდება, არის პირდაპირ კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ბაჩიაშვილი, რასაც ამბობს თავის მიერ გაცხადებულ ინფორმაციაში, არის დიდწილად სიმართლე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს. კი ბატონო და ქაუტელანა სანამ შემდეგ საკითხზე გადავიდოდეთ სხვა თემებზეც მინდა კითხოთ, მანამდე მინდა მაყურებელს მოვასმენინოთ განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა სწორედ ლელო ძლიერი საქართველოსა და კახარიას გუნდის ერთობლივ თანამშრომლობას გულისხმობ შესაბამისი მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეთ თქვენ ეს თანამშრომლობა. მოდით მოვისმინოთ დღევანდელი განცხადებები და შემდეგ უკვე ამ საკითხზე გავაგრძელოთ თქვენთან საუბარი. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილისთვის, მისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. საერთო ბრძოლას, კოორდინაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთ კონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის
არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე, ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. კი ბატონო, მოდით ლანა ვისაუბროთ აი ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სხვათა შორის ბევრმა დასვა კითხვა, რა მოხდა ისეთი, რაც სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ვიცით, რომ ის ცდილობდა სწორედ თქვენი გუნდისა და გიორგი კახარიას გუნდის რაღაცნაირად გაერთიანებას, ხო? როგორ მოახერხეთ? მოდი ასე დავსვამდე კითხვად, რამ გაგაერთიანათ და ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაცა თქვენი გაერთიანობა, იგივე საერთო კანდიდატები გაზრდის შანსებს, რომ ქართული ოცნება დაამარცხოთ? ძალიან საინტერესო და კარგი შეკითხვაა. ჩვენ ლელო ძლიერი საქართველო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ძალიან ცოტა ხანში გამოვედით ინიციატივით, რომ შექმნილიყო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ანუ რატო ვამბობდით ამას, რომ 4 ბარიერგადალახული კოალიციური ძალა დამსწრებდნენ გვალი მაგიდის გარშემო, სადაც გადაწყდებოდა მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკის და ამავდროულად ერთმანეთთან იქნებოდა გააზრებული და ურთიერთობა იმ მიმართულებით, რაც არის ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი, 2 დიდი შეხვედრა მოვაწყვეთ. ახლა 4 კოალიციაზე რატომ აქ აქცენტი? იმიტომ რომ ელექტორალური სიმძიმე სწორედ ამორჩევლების თვალსაზრისით იყო 4 კოალიცია ბარიერგადალახული და ამის გარდა ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა გაზრდილიყო შემდეგ სხვა პარტიების შემომატებით, ექსპერტების შემომატებით, კონკრეტულად მოქალაქეების, აქტივისტების შემომატებით. გავაკეთეთ 2 ძალიან დიდი შეხვედრა. ერთი შეხვედრა თქვენ ნახეთ ქორთიარდ მარიოჩი, როგორ დასრულდა, იმდენად ეწყინა და ეტკინა ეს ქართულ ოცნებას, რომ დარბევა მოგვიწვეს პირდაპირ იქიდან გამოსულებს და დააკავეს პარტიის ლიდერები, მათ შორის იყო ჩვენი კოალიციის წევრი ალეკო ელისაშვილი და სხვა კოალიციის წევრებიც. ჩვენ თანამშრომლობდით ყველა ფორმატში, სამუშაო ჯგუფებში, საგარეო მიმართულებით, საარჩევნო მიმართულებით, იურიდიული დახმარების. თქვენ ხედავდით ხომ 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად, ანუ საინფორმაციო ცენტრიც კი იყო ერთგვარად ტელევიზიის მეშვეობით, ყოველდღიურად გამოვდიოდით სხვადასხვა კოალიციებთან ერთად ვამბობდით დარბევების შესახებ, რა სიახლეები იყო. ამის შემდეგ მოხდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შექმნა ასევე წინააღმდეგობის პლატფორმა, რა თქმა უნდა წინააღმდეგობის პლატფორმაში ჩვენ ვიყავით მონაწილე, მაგრამ რატომღაც ეს წინააღმდეგობის პლატფორმა სხვადასხვა კოალიციებმა დატოვეს და ჩვენ ვამბობდით, რომ მოდით თავდაპირველ ვარიანტს დაუბრუნდეს ყველა და ვიმსჯელოთ ამ ფორმატებში. ანუ რა მინდა ვთქვა, რომ ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე გამოდიოდა ერთობის და ერთიანობის მომხრე და ყოველდღიურად ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენ პარტნიორებს, რომ მობრძანდით და ერთად დავდოთ გამარჯვების ფორმულა. ყველანაირად შევეცადეთ ძალისხმევის გაერთიანებას, მაგრამ არის სიტუაციები და არის კონკრეტული კოალიციები, სადაც ეს ვერ მოვახერხეთ და ამიტომაც ჩვენ რა თქმა უნდა ოპოზიციაში ვერ ჩავდგებით, ჩვენ მიგვაჩნია რომ პატივი უნდა ვცეთ და პატივს იმსახურებს ყველა პოლიტიკური კოალიციის, პოლიტიკური პარტიის ხედვა ბრძოლის სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ჩვენ მიგვაჩნია რომ შევდივართ ბრძოლაში და ეს ბრძოლა, ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები უნდა იყოს ასევე გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ანუ მთავარი მოთხოვნები საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს იყო, არის და დგას დღის წესრიგში და მუდმივად იქნება, რადგანაც ქვეყანაში არსებობს საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ამის შესახებ თანხმდებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ მთავარი ბრძოლა, რა თქმა უნდა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ჩანიშვნა, ეს გვაქვს მოსაგები. ამიტომ ამ გენერალური ბრძოლისთვის, რაც წინ გველის, ამავდროულად უნდა შევიდეთ იმ ბრძოლაშიც, რაც არის ახლა. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ხალხი რეგიონებში, დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში, მარტო ქართულ ოცნებასთან და მიგვაჩნია, რომ ამ ბრძოლის გასუფთავება და მხოლოდ ქართული ოცნების დატოვება ამ პერიოდში იქნება მათთვის
მათ წისქვილზე წყლის დასხმა იმ თვალსაზრისით, რომ უპრობლემოდ ჩაატარებენ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს და ყველგან იქნებიან თვითონ ქალაქში, სოფელში, ანუ ხმის გამტანიც კი ხალხის ხმის არავინ იქნება თვითმმართველობების დონეზე. ეს ეხა ვიცით, რომ რა თქმა უნდა გაყალბდა არჩევნები, ვიცით, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია მათ არ ექნებათ თუ არ ჩაატარეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავის მხრივ უნდა ჩატარდეს თავისუფალ სამართლიან კონკურენტუნარიან გარემოში. ვიცით რა ხდება პერსონიფიცირებული ტარგეტირებული სანქციების მიმართულებით, მაგრამ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ მსახურებაში ვართ. ამავდროულად ქვეყნდება ხო ყველა კვლევა, სადაც არის გაზრდილი ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია, ყოველდღიური პრობლემები, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და ხალხის ფულის ფანტვა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან ხალხის საჭიროებებთან საერთაშორისო ასპარეზზე, იმ მოთხოვნით, რაც არის ქუჩის პროტესტი. ქუჩის პროტესტის მონაწილეები ვიყავით, ვართ და არ ვიცი ხა იმდენი რაოდენობის მარში აქვს ჩატარებული ძლიერსაქართველოს და ამას ვაპირებთ, ეს გაგრძელდება, მაგრამ ამავდროულად ბრძოლის ცალკე ინსტრუმენტი, ცალკე ფორმა იქნება, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ლანა